დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თურქეთში იმყოფება. ბაბუნა დავითაია თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან კონტაქტების გაღრმავების მიზნით დიასპორის წარმომადგენლებს და თურქეთის ოფიციალურ პირებს ხვდება. ქართველი მინისტრი უკვე შეხვდა სახელმწიფო შრომის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს, ასევე თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობარი ჯგუფის წევრებს. თურქეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობარი ჯგუფის შექმნას მხარის 362 დეპუტატმა დაუჭირა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობებია. შეხვედრაზე თურქმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არავის აქვს უფლება ხელყოს სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ბაბუნა დავითაიამ პარლამენტის წევრებს გააცნო ის რეფორმები, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელდა. Sakhlat შექმნილ პარლამენტში არის ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული არის ქართული დიასპორით, ეთნიკური ქართველებით, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან არიან არჩეულები და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ესენი არიან ფაქტიურად ძალიან დიდი მეგობრები საქართველოსი, მათთან ურთიერთობა და ყოველდღიური კავშირი ძალიან ბევრ რამეში შეიძლება ჩვენ ქვეყანას წაადგეს. ერთის მხრივ ის, რომ როგორც ჯგუფი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი და მეორეს მხრივ მასში შედიან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინდივიდები სხვადასხვა სფეროდან, როგორც ბიზნესიდან, ისე პროფკავშირებიდან, პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებიდან და ყველა ამ სფეროში შეიძლება მათ ძალიან დადებითი როლი ითამაშონ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ვისაუბრეთ საომავლო გეგმებზე, მათ შესაძლო ვიზიტზე საქართველოში. ასევე ჩვენი პარლამენტიდანაც, საქართველოს პარლამენტიდანაც ჩამოვიდნენ დელეგაციები და ჩვენ ამ კონტაქტებს უფრო გავააქტიურებთ. საინტერესო იყო მათ საომავლო გეგმები საქართველოსთან მიმართებაში.